პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი მთავარი პრობლემა თქვენთან საომავლო კომუნიკაციის არის გამიჯვნა ძალადობასთან, რომელიც მათივე შეფასებით თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო, თუმცა ის როგორც ერთი დეპუტატი მომავალი პარლამენტის პროცესებს, რაც თქვენში მიდის, დადებითად აფასებს და კარგად აფასებს, მაინც როგორც ჩანს უფრო ემხრობა იმ შეფასებას, რასაც თქვენც აკეთებთ ხოლმე, რომ ეს გაჯანსაღების პროცესია. რა კომენტარს გააკეთებთ ამაზე? ძალიან ცუდად მესმის, მაგრამ დაახლოებით შინაარსი გავიგე შეკითხვის. ძალიან კარგია თუ ქართული ოცნება მიხვდება, რომ აი ამ წინამოწვევის პარლამენტში დამკვიდრებული ურთიერთობები არ გამოგვადგება, არანაირ კოაბიტაციას ადგილი ამ 4 წლის განმავლობაში არ ქონია. მე არ ვიცი რა ასეძახით თქვენ კოაბიტაციას, თუ კოაბიტაციას ეძახით იმას, რომ ქართული ოცნების წევრებში გადაბარგებული ნაციონალებიც კარგად გრძნობდნენ თავს, ისინი დღესაც იქ არიან. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად კონსტრუქციული იყო ნაციონალური მოძრაობა, მე გთხოვთ გაიხსენოთ დამოუკიდებელი საქართველოს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე ყოლია თუ არა რომელიმე ხელისუფლებას მსგავსი კონსტრუქციული ოპოზიცია, როგორიც იყო ნაციონალური მოძრაობა და მსგავსი პასუხისმგებლობით აღჭურვილი პოლიტიკური ოპოზიცია. მე დაწყებული 90-იანებიდან დამთავრებული 2012 წლამდე მოყოლებული. სწორედ ამიტომ ვერ დავეთანხმები ბატონი რომანის მოსაზრებას, რომ ნაციონალური მოძრაობა არის არაკონსტრუქციული ოპოზიცია და მასთან თანამშრომლობა შეუძლებელია. მან ასე დაიწყო თქვენ შეკითხვაზე პასუხი, თუმცა საბედნიეროდ ბოლოს აბსოლუტურად საწინააღმდეგო პოზიციით დააფიქსირა, რომ ქვეყანას სჭირდება თანამშრომლობა და დიახ, ქვეყანას სჭირდება პოლიტიკურ პარტიებს შორის ჯანსაღი ოპონირება, რაც თანამშრომლობის ნორმალური ფორმაა და ქვეყანას სჭირდება, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა. მაგრამ თუ რა გამოჩნდა პირველი ტურის დამთავრების შემდეგ, რა გამოჩნდა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში არის ასთა სხვადასხვაობა და შიდა პარტიული დისკუსია, ეს ყოველთვის ასე იყო, ეს დაფარული არასდროს არ ყოფილა, რაც კარგად დაგვანახა პირველი ტურის დამთავრება, არის ფასების მატება ქვეყანაში და ლარის კიდევ უფრო მეტი დევალვაცია. ყოველ შემთხვევაში მიიღებს თუ არა ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას და მე მადლობელი ვარ თქვენთვის იმ შეკითხვის გამო, რომელიც მას დაუსვით, იმ საკითხთან დაკავშირებით შეუშლის თუ არა ხელს რაიმე პროგრამის განხორციელებაში ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობის ვერ მიღება. და კარგია, რომ ბატონმა რომანმა თქვა, რომ ეს ქართულ ოცნებას ხელს არ შეუშლის და იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის ვერ მიღების შემთხვევაში ქართული ოცნება თავისი უუნარობის და უმოქმედობის გადასაფარად თქვათ ამ მომენტს ბოროტად არ გამოიყენებს, მაგრამ ეყოლება თუ არა ქართულ ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არც ჩვენი ნაციონალების გადასაწყვეტია და არც ქართული ოცნების, ეს უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მოსახლეობამ. ჩვენ როდესაც იყო ლაპარაკი იმაზე, თუ რამდენად აქვს აზრი მეორე ტურში მონაწილეობას, ჩვენი იმ ადამიანების, ვინც მომხრე ვიყავით მეორე ტურში მონაწილეობისა, არგუმენტი სწორედ ეს იყო, რომ თუ ჩვენ მოხსნიდით კანდიდატურებს, ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი, რომ ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა ქონოდა და ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა თუ როგორ გამოიყენებს ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას, იქნებოდა ჩვენზეც. ჩვენ კანდიდატურას არ ვხსნით, საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტოს ამბობს თუ არა ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობას. აი ამასთან დაკავშირებით მაგისტად შეკითხვა მინდა დავაზუსტო ერთი რამ. ქართულ ოცნებასთან ერთად იქნება პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობა. დიახ. მე მაინტერესებს ასეთი რამ, ის ერთი კანდიდატურა, რომელიც მოხსნილია მეორე ტურიდან, მოიხსნა საკუთარი თავი, თქვენი თანაპარტიელი მეორე ნომერი სანდრა რულოვსი, თქვენმა უმეტესობამ, ვინც გააკეთა იმ დღეებში განცხადება, თქვა, რომ ეს დამაზიანებელია პარტიისთვის ნაციონალური მოძრაობა. რამდენად დაგაზიანებთ, როგორ ფიქრობთ ამას მეორე ტურში, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სიმბოლურად რაღაცნაირად მიხეილ სააკაშვილი ამბობს უღარს მეორე ტურებში მონაწილეობაზე და ეს გარკვეულწილად ხმებს გაკარგვინებთ თუ არა?
ქალბატონ სანდრას ჰქონდა განსაკუთრებული მიზეზი, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. სწორია თუ არა ეს გადაწყვეტილება ეს სხვა თემა და სხვა საკითხია, მას ჰქონდა გარკვეული საფუძვლები და მას მიაჩნდა, რომ მისი პიროვნებიდან და მასთან პირადი დამოკიდებულების ბიძინა ივანიშვილის მიმართ მასთან სიმბოლური დამოკიდებულების გამო შეიძლებოდა ძალიან მძიმე დღეში აღმოჩენილიყო მისი ოლქის ამომრჩევლები. დაგვაზიანებს თუ არ დაგვაზიანებს ამას მეორე ტური აჩვენებს. ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტი იქნება დაუთმობს თუ არა ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობას. მე იმედი მაქვს, რომ ქართულ ხალხს ეყოფა გონიერება გააცნობიეროს თუ რა ხიფათების შემცველია საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პოლიტიკური ძალის ხელში. ბატონი რომანიც ბრძანებდა, რომ ხელის შემშლელი საკონსტიტუციო უმრავლესობის არ ქონა არ იქნება ქართული ოცნებისა და მეც ზუსტად ასე მგონია. ქართულ ოცნებას ყავს საკმარისად ძალიან ბევრი დეპუტატი გაყვანილი პარლამენტში იმისათვის, რომ მან ქვეყნის მართვა შეძლო თუ ამის სურვილი და ნება ეკნებათ და შეძლო ნორმალურად, ოღონდ ამას სურვილი და უნარჩვევები ჭირდება. ეხლა დანარჩენი კიდევ ერთხელ ვამბობ, გადასაწყვეტია საქართველოს მოსახლეობის, სხვადასხვა რეგიონებში არსებობს სხვადასხვა მოტივი, თუ რატო შეიძლება არ აინტერესებდეს საქართველოს ამა თუ იმ რეგიონს ქართული ოცნების ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. ერთი საერთო პოზიცია არის ყველა ქართველისთვის და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომ ეს არის სახიფათო, როდესაც ქართულ ოცნებას აქვს უკონტროლო საკონსტიტუციო და ექნება უკონტროლო საკონსტიტუციო უმრავლესობა და უკონტროლო ძალაუფლება, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ დღეს რეალურად სახეზე გვაქვს არაფორმალური მმართველობა, მაგრამ განსაკუთრებით რეგიონებისთვის დამატებით კიდევ არსებობს გარკვეული მოტივები. მე მაგალითად მიმაჩნია, რომ დღეს ქუთაისში არ წყდება არც კატო ბობოხიძის, არც გია თევდორაძის და არც გიორგი წერეთლის, გიგი წერეთლის ბედი, მით უმეტეს რომ მეც და გიგი წერეთელიც უკვე ვართ პარლამენტის წევრები, მაგრამ მეორე ტური მნიშვნელოვნად გადაწყვეტს დარჩება თუ არა პარლამენტი ქუთაისში და ეს მე მიმაჩნია, რომ ქუთაისისთვის არის ყოფნა არ ყოფნის საკითხი და არა მარტო ქუთაისისთვის, მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის არის ეს ნინო ყოფნა არ ყოფნის საკითხი. დღეს საქართველო არის კატასტროფულად არათანაბრად გადანაწილებული მოსახლეობით. დღეს ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 50% უკვე თავმოყრილია თბილისში. დღეს თბილისში ცხოვრება უკვე პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა და თბილისმა უნდა გააცნობიეროს, თუ არ მოხდება რეგიონების თანაბარი განვითარება, თუ არ მოხდება რეგიონებში სასიცოცხლო სოციალური გარემოს შექმნა, მაშინ ცხოვრება არა მარტო სხვაგან გახდება შეუძლებელი, თბილისში შეუძლებელი გახდება და ჩვენ სულ რაღაც რამდენიმე 5 წელიწადში, არ ვიტყვი 10 წელიწადებს, სადაც 10-15 წელიწადში მივიღებთ სიტუაციას, როდესაც საქართველო პრაქტიკულად გახდება ქალაქ-სახელმწიფო და ამ ქალაქ-სახელმწიფო სახელი შეიძლება აღმოჩნდეს თბილისი. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ქუთაისისთვის, იმერეთისთვის, სამეგრელოსთვის ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი საკითხია და მეორე ტური ღებულობს აბსოლუტურად სხვა დატვირთვას. მიიღებს ქართული ოცნება 113-ს, მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პარლამენტში პერიოდში თბილისში დაბრუნდება საქართველოს პარლამენტი და ქუთაისი დაკარგავს იმ ფორმალურ სტატუსსაც, რომელიც მას აქვს საპარლამენტო დედაქალაქის სახელით, რომელიც დღემდე არ მუშაობს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალში ამუშავდება. დიახ, ეს რაც შეეხება ქუთაისს, მე მაინტერესებს მაინც დაუბრუნდეთ თემას, რომელიც თქვენ განმარტეთ, მაგრამ დამრჩა შეკითხვები, ეს გახლავთ სანდრა რულოვსის პოზიცია, ჩვენ მოვისმინეთ მის ეს პოზიცია, მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი მოლოდინი, თქვენი ინფორმაცია, როგორია მეორე ტურის წინ აქტიურებს თუ არა ნაციონალური მოძრაობის მხარდასაჭერად მიხეილ სააკაშვილი? მეორე ტურის წინ ჩვენ ყველანი ვაქტიურობთ, მე არ ვიცი რას გულისხმობთ აქტიურობაში, გააკეთებს თუ არა თქვათ ის ვიდეო მიმართვას Facebook-ის მეშვეობით, როგორცაც აკეთებდა, ყოველ შემთხვევაში თუ არა, ეს არ ვიცი, ნახოთ, ჯერ კიდევ არის დარჩენილი რამდენიმე დღე, თუ თქვენ ახლა მხედველობაში გაქვთ გარე აქციებზე ბატონი სააკაშვილის ჩართვა, ეს უბრალოდ ვერ მოესწრება, დღეს პრაქტიკულად ნაციონალური მოძრაობა გადასული არის კარდაკარ მუშაობის სტილზე, გადასული არის
არის ჩვენი კოორდინატორები დილიდან საღამომდე დადიან ადამიანებთან მიუხედავად იმისა თუ რომელ პარტიას მიცეს ხმა პირველ ტურში და ვცდილობ დავარწმუნოთ ქართული საზოგადოება, ქართული ამორჩეველი, რომ მიუხედავად იმისა თუ ვის დაუჭირა მათ პირველ ტურში ხმა, პირველ ტურში გადაწყდა ყველა ინტერესიც ქონდა ქართულ ამორჩეველს. სოდი დაკმაყოფილდა. ბატონო, თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ჩვენ ბევრი დრო არ გვჭირდება, ამიტომ რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს, მაინც ის მინდა ვიკითხო. მაინტერესებს მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი რიგითი წევრია თქვენი, რომ ხმას ამოიღებს თუ არ ამოიღებს, ამას ჩვეულებრივი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. მე მაინტერესებს ეს რას დაგაკლებს, თუ ის შეინარჩუნებს დუმილს და რას შეგმატებთ, თუ კი ფიქრობთ, რომ ის საერთოდ რამეს კიდევ მატებს პარტიას. თუ თქვენ გულისხმობთ აი, რასაც ვკითხულობ, იმას გულისხმობ, ბატონო აკაკი. მიხეილ სააკაშვილი ვერ იქნება ნაციონალური მოძრაობის რიგითი წევრი მისი წონიდან და მისი პოლიტიკური რეიტინგიდან. სწორედ ამიტომ ვკითხულობ. უბრალოდ არ არის არავისზე დამოკიდებული, მათ შორის არჩემზე და არც არავისზე, ეს არის პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილზე და იმ ადამიანებზე დამოკიდებული, რომელიც მას ხარს უჭერს და მისი პოლიტიკური წონას არ ქმნის ვინმე სხვა. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ თქვენ გულისხმობთ იმ ფორმას, როცა ბატონი პრეზიდენტი ერთვებოდა სხვადასხვა აქციებზე, ეს უბრალოდ ვერ იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ამ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს უკვე აღარ და ვეღარ მოვასწრებთ მეორე ტურამდე. რაც შეეხება Facebook აქტივობას, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვიცი ბატონი პრეზიდენტის აზრი ამასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე არ ვიცი გააკეთებს თუ არა ის რაიმე მიმართვას, თუმცა მე ვიცი მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება, რომ მან თქვა, რომ მართალია მას არ ჯერა და არ იყო მომხრე მეორე ტურებში მონაწილეობის მიღების, მაგრამ ის ბოლომდე მან გააკეთა უკვე მოწოდება, რომ ის მოუწოდებს ყველას, რომ რადგან მიიღო პარტიამ ეს გადაწყვეტილება, ბოლომდე აქტიურად იბრძოლოთ მეორე ტურში შედეგების დადებას. და ფინალში მინდა ვიკითხო ასეთი რამ, თითქოს და ჩაქრა კამპანია, რომელიც უფრო აქტიურად დაიწყო პირველი ტურის დასრულების შემდეგ, რომ ოპოზიციური კანდიდატურისთვის დაეჭირათ მოქალაქეებს მხარი და მიმართვაც ვნახეთ ჩვენ პარტიების სახელზე გაკეთებული, სადაც პარტიებისთვის იყო თხოვნა საზოგადოების წარმომადგენლების, რომ თავისი მხარდამჭერებისთვის ეთხოვათ ასეთი აქტივობა. ეს კამპანია რაღაცა მიილია ზუსტად მეორე ტურის წინ, როგორ ფიქრობთ, რას უკავშირდება ეს დააკლდა ორგანიზებულობა თუ პოლიტიზირება, თუ რასთან არის ეს დაკავშირებული? ეხლა ამ აქტივობას ვერ უზრუნველყოფს ნაციონალური მოძრაობა, ეს იყო საზოგადოების გარკვეული ჯგუფებიდან, ამიტომ ჩვენ ვერანაირად ვერ უზრუნველყოფთ ამ საზოგადოების ამ ნაწილის აქტიურობის ბოლომდე გაგრძელებას, რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკური პირები, რომლებმაც არჩევნების მეორე და პირველი ტურის დამთავრების მეორე დღესვე გააკეთეს განცხადებები პოლიტიკის დატოვების შესახებ, მე ამ ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობას და პოლიტიკური პასუხისმგებლობის გზნობას ვაყენებ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ, ამიტომ მე მგონია, რომ ამ კითხვის ნიშანს სვავს არა მარტო კაკო ბობოხიძე, არამედ პირველ რიგში სვავს მათივე ამორჩეველი და იმედი მაქვს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ პოლიტიკურად გაკოტრებული ლიდერები, რომლებმაც თავი გამოაცხადეს უკვე პოლიტიკისთვის დავნებებულად, მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს ამორჩეველს, ქართულ ამორჩეველს ეყოფა გონიერება თვითონ ამ პოლიტიკური ლიდერების გარეშე მიიღონ ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება. ყოველ შემთხვევაში ვიმეორებ, რომ თუ დარჩები ექნება თუ არა საქართველოს ქართულ ოცნებას კონსტიტუციური უმრავლესობა, ეს უნდა გადაწყვიტოს ქართულმა ხალხმა. ოღონდ ქართულმა ხალხმა უნდა იცოდეს ამავე დროს, რომ შედეგები პირველ რიგში აისახება სწორედ მათზე. იქნება სწორი არჩევანი და მიიღებს ქართული ხალხის შესაბამის შედეგებს, არ იქნება სწორი არჩევანი და ჩვენ ყველანი ერთად ვიმკით ნებისმიერი ხელისუფლების დროს, ნებისმიერი მთავრობის მიერ დაშვებულ შეცდომებს და ჩვენ ვართ ერთ უღელში შეგმული ხალხი, ჩვენ ყველანი ერთად, აქ არც ცუდი და არც კარგი არ იქნება მარტო ქართული ოცნების მომხრეებისთვის, ან მარტო ნაციონალური მოძრაობის მომხრეებისთვის. ჩვენ ყველანი ერთად ან ქვეყნის წინსვლით მივიღებთ სარგებელს, ან ყველანი ერთად სამწუხაროდ მივიღებთ იმ უკუშედეგებს ქვეყნის არასწორი მართვისგან, რასაც ჩვენ და დავასრულოთ. ბატონო აკაკი, დიდი მადლობა ნაციონალური მოძრაობიდან აკაკი ბობოხიძე მართავდა ქვეყანას. ჩვენ რეკლამაზე გავდივართ, რეკლამის შემდეგ
რესპუბლიკელების წარმომადგენელს ნოდარ ებანოიძეს უპასუხო ლომასმიძლებთ ნახოთ ეს კონკრეტული წევრი რესპუბლიკელების რომელ პოზიციას ემხრობა რესპუბლიკელებში პოზიციები გაყოფილია როგორ უნდა მოიცეს მათი ამორჩეველი და მათი მხარდამჭერთა წრე მეორე ტურში საღამოს ეთერის სპონსორია შეპესეს სტარ გრუპ ფოსტა. თქვენი არჩევანი, ჩვენი ფასები.